მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოველთვის მოუწველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზედ დინამიურად განვითარდა. მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში 2023 წლის შემდეგ გაფორმდა 14 მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 55%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოსთან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავება საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველოს მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირ წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი ვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირ ფრენების დამატებას და მგზავრთ ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის. 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 54%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 59%-ით გაიზარდა. დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Air China, პეკინი ურუმჩი თბილისის მიმართულება დაამატა. ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი თბილისის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს. მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის. მზადება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გასვლითი პროგრამების ხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ასე შემდეგ. ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებლოში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმუქდეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებს შემთხვევითაც ჩინეთის ხელისუფლებას მალობას გადაუხდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ოლისმოუწველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს შეუყრის ახალი ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ ჰაკაბაჯორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრუიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყავალაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს სახელით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის საელჩოს საქართველოში ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახების სარგებელს მრავალი მიმართულებით. დიდი მადლობა. მოგესალმებით, სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო პრემიერო, ახლა ბოლოს თქვით, რომ ეს ახალი ხელშეკრულება კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ ურთიერთობებს. რომელია ის ძირითადი სფეროები, მიმართულებები, სადაც არის რესურსი ამ ურთიერთობების გაღრმავების და ჩინეთზე აქვე ერთ კითხვას დაგისვამთ. იცით, რომ საქართველოს აქტიურად აკრიტიკებენ სწორედ ჩინეთთან ურთიერთობების გამო. ეს იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, როგორ ჩადის პეკინში დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. რით ხსნით თქვენ ამ კრიტიკას და პირველ ნაწილზეც რომ მიპასუხოთ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავა ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავა. ამას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია ჩვენთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი როლი და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე უკვე წარმოგიდგინეთ ის მონაცემები, რომლებიც ასახავს გასული რამდენიმე წლის დინამიკას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ და რა თქმა უნდა ეს ტემპები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენ ველოდებით ხელშესახებ ზრდას, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის თვალსაზრისით, სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახების შედეგები და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა, სადაც არის კონკრეტული პროცესები უკვე დაწყებული, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ განათლების სამინისტროები ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, ახალი შეთანხმების გაფორმება დამატებით შეუწყობს ხელს ამ სფეროშიც ურთიერთობების გაღრმავებას. კრიტიკა რატომ შეიძლება კი ბატონო, თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისთვის, სხვადასხვა ქმედებისთვის. იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც. ხო, თავად ამერიკის პრეზიდენტი აქტიურად არა მარტო საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს ბატონ სი ძინპინს და მან ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ეს არის მოცემულობა და ასე დროს მისი პარტიის წევრები წარმოადგენთ, გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი და ამას მეგონი მაინც და მაინც ღრმა შეფასება არ სჭირდება. იგივე ეხება ევროკავშირს. ევროკავშირის წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასე დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასევე ხაზი მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ჩინეთის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მარტივად რო გადახედოთ გასული ნახევარი საუკუნის ისტორიას, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და ამ კუთხითაც ღირებულებითი თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაფართოება და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან თვალსაცემი და დასაფასებელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი უთანასწორობა, ასე ვთქვათ, ზომებს შორის რო ავიღოთ. ჩინეთი
თავის ტერიტორიით და მოსახლეობით და შევატაროთ საქართველოს და ასევე რომ ავიღოთ ჩინეთი თავისი ეკონომიკის მოცულობით, დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარია. დღეს ჩინეთის ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი, ხო, ამ ხელისუფლებაზეა საუბარი. თავადაც ხედავთ, ასეთ პირობებში, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას. რამდენიმე სხვა თემაზე მაქვს რამდენიმე კითხვა. დღეს შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ბრიფინგი და პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები ადასტურებს, რომ ისინი ღალატობენ საკუთარ ქვეყანას. თქვენთვის რა არის ის მთავარი, რაც მართლ პარტიას არწმუნებს ამაში, რომ ოპოზიცია ღალატობს საკუთარ ქვეყანას? მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის რა თქმა უნდა ამის დასტური, გამოდებული საბოტაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა. ასევე ის რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში, რევოლუციის 5 მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი სპექტრი. თავისი პოლიტიკური პარტიები, თავისი NGO-ები და თავისი მედია საშუალებებით. ხო, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით. მე მქონდა საუბარი ამას დებატებშიც, მათი პოზიცია ყველას გვახსოვს, რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდშიც, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ ეს ვერ მოახერხეს, უბრალოდ არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყავთ ერთ-ერთი პატრონი, ეს არის გარი ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გთხოვდნენ დახრულ კარს მიღმა თუ საჯაროდ, ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით ახლულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ხო, სრული თანხმედრა იყო, სრული კოორდინაცია იყო შესაბამის არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, რაც არჩევნებზეც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე და ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში. ჩემი შემდეგი შეკითხვა 11 ივნის ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის შეხვედრას ეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. რას უნდა ველოდოთ საზოგადოება, თქვენი ოპონენტები საკმაოდ მძიმე პროგნოზებს აკეთებენ. ამ შეხვედრიდან რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს? ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბერს რეალურად ევროკავშირს გამოვაცალეთ, ევროპულ ბიუროკრატიას უბრალოდ გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, ეხლა დარჩათ ერთ-ერთი ვიზა ლიბერალიზაცია და ცდილობენ რომ დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. პირველ რიგში თავადაც ხვდებიან, მე მგონი ხვდებიან მაგ დონეზე ანალიზებენ პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ქუჩად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს. და ჩემი ბოლო კითხვა ეხება ინიციატივას გზების მოვლა შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნასთან დაკავშირებულს. რატომ გადაწყდა ეს? რა შეცვლის დღეს არსებულ რეალობაში ეს გადაწყვეტილება და მაგალითად კერძო კომპანიები ვერ ართმევდნენ საკუთარ თავს, საკუთარ ვალდებულებას თუ რატომ გადაწყდა? კი, სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს, ჩვენ გვინდა შექმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს, ეს არის ერთი ამოცანა და მას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი, ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა თავის სპეცტექნიკით, რა თქმა უნდა, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოგესალმებით, ბატონ პრემიერო. სოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ 372 მილიონ დოლარზე მინდა კითხოთ, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს, რა
პროექტია, რა გზავნილია ეს ყველაფერი ზოგადად ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და ამ სესხის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ, კონკრეტულად რას მოხმარდებათ ეტაპი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს უზრუნველყოფილი სათანადო ფინანსური რესურსებით და რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების 100-წლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაფინანსება, ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და რა თქმა უნდა ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გაგრძელდება ძალისხმევა იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს, ამისათვის იქნება მოზიდული შესაბამისი ფინანსური რესურსებიც. ზოგადად რამდენად ადასტურებს ეს ყველაფერი იმას, რომ შუადერეფნის პროექტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის ეს სესხიც ავარაუდოთ ამის დასტურია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია მნიშვნელობა და ფაქტებიც ადასტურებს იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი საოჯრო ეკონომიკური თვალსაზრისით. 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ არის გაზრდილი შუადერეფანში ტვირთების ნაკადი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდია პერსპექტივა. ეს არ არის სამოწურული რესურსი არის ბევრად მეტი და ასეთ პირობებში რა თქმა უნდა საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ იმას, თუ რამდენად დიდია შუადერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუადერეფნის ფარგლებში. შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ეს ინტერესი შუადერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ ხარდაჭერაშიც აისახება. ერთად კითხავთ ტრადიციულად ოპოზიციაში, ოპოზიციურ ერთობაში დაპირისპირებაზე მინდა კითხოთ, რომელმაც რაღაც გარკვეული სერიალის სახეც მიიღო ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ ურთიერთბრალდებებს ტერმინოლოგიის დონეზე ერთმანეთის კრიტიკას იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები, განსაკუთრებით ვინც ალიანსში შედის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში, აცხადებდნენ პრეტენზიას ქვეყნის კოალიციურად მართვაზე და ფაქტობრივად ერთი თვეც ვერ მოხერხდა ამ ერთობის შენარჩუნება ოპოზიციაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს კიდევ ერთხელ შეობას. მე უბრალოდ ერთი წამით მინდა წარმოედგინოთ ბატონი ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოიგოთ არჩევნები. და ამათი მთავრობა რო ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, ამ პოლიტიკური ძალების რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს რომ ბატონი ჰერჩინსკის სურვილი არ ახდა, ქართულმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო. არა მარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხადებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხადებოდა იმითაც, რომ თქვენ გახსოვთ არჩევნების დასრულების შემდეგ არც ერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება. რატომ? იმიტომ რომ ეს ხალხი უნდათ ხელისუფლებაში. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ იგდებიან, მათი განმოსახედიდან მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2012 წლებში. აი ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა. ეს ხდებოდა უბედურება, ჩვეულებრივი უბედურება, ასეთი ხალხის მთავრობა, თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, ტევე პირველი. ჩინეთთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, რა უკმაყოფილებაც არის ხოლმე თქვენს კავშირებზე ჩინეთთან. ჩვენ გვესმის უკმაყოფილება არა იმის გამო, რომ სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირები არის გაღრმავებული, არამედ მათ შორის პოლიტიკური კავშირები და ეს ამასაც გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობაც, ხომ? მისი გაღრმავებაც. სულ ცოტა ხნის წინ გაეროში არ დაუჭირა ჩინეთმა და ასევე ირანმა მხარი რეზოლუციას, რომელსაც 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად წარმოადგენთ და რომელიც დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას ეხება. და როცა პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე საუბრობთ დღეს, ცოტა ხნის წინ რომ ასეთი პოზიცია დაიჭერა ჩინეთმა, რა წარმატებაზე შეგვიძლია აქ ვისაუბროთ, ან მათი მხრიდან სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე. სხვა სად უნდა გამოეხატა ჩინეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა? ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ანალოგიურად არის მაგალითად ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი, რომელმაც ასევე არ დაუჭერა მხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ხო? უკვე მრავალი წელია
სახელმწიფოებრების აღდგენის შემდეგ მუდმივად ვითარდება ეს ურთიერთობები. ხო, ამიტომ არასწორი მაგალითი მოიყვანეთ. ისრაელისგან განსხვავებით ჩინეთთან აღრმავებთ ურთიერთობებს ბატონო ირაკლი და როცა თანამშრომლობა გაქვთ ისრაელთანაც ძალიან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა ახლა ჩინეთთან, მაშინ გკითხავთ, როცა თანამშრომლობთ თუ ურთიერთობთ, გამოვაჭრება ხომ შეიძლება თუნდაც რეზოლუციის მხარდაჭერის, ანუ აქ რა წარმატება გვაქვს ეს გკითხეთ. რატომ არ უჭერს მხარს ან ისრაელი ან სპეციფიური ჩინეთი? მიზეზები აქვს ჩინეთს და ამაში მე არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ჩინეთის მიზეზები და ამ მიზეზებსაც პატივისცემთ. რაც შეეხება ჩვენ მთავარ საკითხს, საკვანძო საკითხს, ჩინეთი მყარად უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს მხარს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, ისევე როგორც ჩვენ მხარს უჭერთ ერთი ჩინეთის პრინციპს. ეს არის ურყევი მხარდაჭერა, რასაც ჩვენ გრძნობთ, არ მარტო გრძნობთ, არამედ საქმითაც ხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ანალოგიურად ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სხვა ქვეყნებიც არის ასეთი, ვისთანაც მეგობრობთ, მაგრამ მხარს ვერ უჭერენ საკუთარი სუბიექტური მიზეზების გამო ასეთ რეზოლუციას. სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს გამოხატვას არამხოლოდ ზეპირსიტყვიერად თუ დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოეწერა, არამედ საქმითაც, როგორც ამბობთ. საქმითაც გამოხატავენ. საქმით სად გამოხატავს ჩინეთი, მაგალითად, როცა მიიღება რეზოლუცია, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ჩინეთს, რომ პარტნიორ სახელმწიფოს მის სუვერენიტეტს მხარი არ დაუჭიროს. ჩინეთზე მითხარით. არა, მაგალითი მოგიყვანეთ, ეს მაგალითი უკვე ფაქტით ადასტურებს იმას, რომ თქვენი ლოგიკა არის სრულად მცდარი. ამ რეზოლუციის ხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის. დევნილების დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გმობს ოკუპაციას ისრაელის არ უჭერს ხარს სათანადოდ საქართველოს სუვერენიტეტსთან. ჩინეთთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, თქვენ არ გაქვთ კითხვა, ან უკმაყოფილება, ან ლოგიკიდან. ნახეთ, ლოგიკას აქვს თავისი წესები. თქვენ თქვით, რომ რადგან ჩინეთი მხარს არ უჭერს რეზოლუციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი არ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ხო თქვით. არ გმობს ოკუპაციას მინიმუმ. ანუ მინიმუმ არ გმობს ოკუპაციას, როცა ამას არ უჭერს მხარს. არა, როგორ გაგატარებათ? სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გმობს ოკუპაციას. იგივე ისრაელის შემთხვევაში. ნახეთ, მე მარტივი ლოგიკით დაგემტკიცეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი. მარტივი ლოგიკით და თქვენ ვერ გამოვიყენებთ. თქვენ საუბრობთ ხოლმე ჩინეთის ხელისუფლებასთან აი ამ თემებზე, ასეთ თემებზე, როცა ჭირდება მას მხარდაჭერა, ჩვენ ვერ ვიღებთ ამ ჩვენ რეზოლუციის მხარდაჭერაზე ყველა ქვეყანასთან საუბრობთ. ისრაელთანაც, ჩინეთთანაც, ყველა ქვეყანასთან, ირანთანაც საუბრობთ. ანუ თუ სახელმწიფო, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ სუვერენიტეტს მხარს უჭერს, ამბობს ამას, ხელს აწერს ასეთ დოკუმენტს, მაგრამ როცა გვჭირდება ამის დამტკიცება რეზოლუციაზე მხარდაჭერით, ვერ გვიჭერს, ეს ჩვენ გვესმის. ანუ ეს თქვენ გესმით. ლოგიკა თქვენ არ გესმით და დანარჩენი როგორ თქვენ გესმით, ჩემი ლოგიკა რა შეშოთქვენ ისრაელის მაგალითი ხომ მოგიყვანეთ. ისრაელის მაგალითი ხომ მოგიყვანეთ. ისრაელიც მხარს არ უჭერს ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას შესაბამისად არ აღიარებს ოკუპაციას, გმობს უпроსურად ოკუპაციას და აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან, ხო? ეს არის ლოგიკა და თქვენ არ გინდათ ეს ლოგიკა და რა ვიცი. ლოგიკა არის მეცნიერება, რო იცოდეთ. არსებობს ლოგიკური ჯაჭვი, რომლითაც მიდიხარ დასკვნამდე, მე ეს ლოგიკური ჯაჭვი თქვენთვის ავაგე, მაგრამ თქვენ არ მიიღეთ. უბრალოდ პოლიტიკური კავშირების გაღრმავება რას გულისხმობს, მაშინ გითხარით. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ჩინეთთან, კიდევ ერთხელ ჩინეთი მყარად უჭერს მხარს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს პოლიტიკურ პოზიციებს სხვადასხვა დონეზე, ეს არის პრინციპული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როცა საუბარია ჩინეთთან კავშირებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ხომ გახსოვთ რა არის დაყენებული საქართველოსთან დაკავშირებით გარე ძალების მიმართ მდგრადობა, იყო ამერიკული დელეგაციის წერილში ნახსენები და შემდგომ როცა თქვენთვის საყვარელი კონგრესმენი საუბრობდა აი ამ გავლენებზე, მას დაეთანხმა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. თქვენი აზრით ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით ეს ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განახლებას თუ პირიქით? მე პირველ რიგში ვთხოვდით, რომ არ გააგებინოთ ჯო ვილსონის ამ ბრიფინგის შესახებ და ასევე არ გააგებინოთ იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ მისი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი იყო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით. ეს რომ გაიგოს, მე მგონი ინერვულებს თან ასაკიც ისეთი აქვს, რომ ეს ინერვულობა არ შეიძლება. ეს ერთი, ეს ნახევრად ხუმრობით. რაც ხდება სერიოზულ, ასე ვთქვათ, მიდგომას ამ კითხვის მიმართ. კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან. ჯონსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია ამერიკულ ადმინისტრაციაზე, როდესაც ის თავადაც მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. ხო ეს ხო მარტივი ალოგიკური მოვლენა იქნებოდა, ხო ესეც იქნებოდა ლოგიკიდან ამოვარდნა. თუმცა ჩვენ გავყავთ ლოგიკას. ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობას აღრმავებს თუ პოლიტიკას? ყველანაირს, რა თქმა უნდა, ყველანაირს. ჩინეთთან პოლიტიკურის გარეშე სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას საერთოდ ვერ გააღრმავებ. ხო პოლიტიკური ურთიერთობაც უნდა კონდეს გარკვეული ფორმით. ბატონო ირაკლი, ეს საკითხი ზოგადად ჩინეთთან ურთიერთობები თუ აი ასეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. მხოლოდ ჯო ვილსონის პრეტენზია ხომ არ არის საქართველოსთან? მე ერთ რამეს გეტყვით. მე იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს საუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ მათ შორის ბოლოს შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ უთხარით, რომ რაც იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე. თავიდან ბოლომდე ქაღალდზე მას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა უკვე ყოვლის მოცულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე. მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები. და ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა კონდეს თავის შინაარსი, უნდა კონდეს თავისი ორმხრივი სარგებელი, თავისი გზამკვლევი, როგორც მუშაობ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან. და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება რაც გკითხეთ, ხელს შეუშლის თქვენი აზრით თუ ხელს შეუწყობს თუ გავლენა არ მე მგონი როგორ შეიძლება ხელი შეუშალოს, როდესაც ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატები ერთდროულად ვცდილობთ გავაკმაოთ ურთიერთობები. გარე ძალების მიმართ მდგრადობაში რა იგულისხმება? მდგრადები ვარ, ჩვენზე მდგრადი ძალა, იშვიათია ჩვენი სიმცირის გათვალისწინებით. და რაზე საუბრობს მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გარე ძალების მიმართ მდგრადობაზე? არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო, მაგალითად ევროკავშირის მიმართ ძალიან მდგრადი ვართ. ევროკავშირზე საუბრობდა შტატები? მათ შორის რეგიონული გამოწვევების მიმართაც ძალიან მდგრადი ვართ. არსებობს უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო, ყველა გამოწვევის მიმართ ვართ მაქსიმალურად მდგრადი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ესეც არის გამოწვევა. ყველა გამოწვევის მიმართ ჩვენი ქვეყანა არის მაქსიმალურად მდგრადი, რაც არის ძალიან დასაფასებელი, მე მგონი, იმის გათვალისწინებით, რომ არც რაღაც 4 მილიონიანი ქვეყანა ჩვენი მცირე ტერიტორიით, 38 მილიარდ დოლარიანი ეკონომიკით, ამ პირობებში ჩვენი მდგრადობა გარე ძალების მიმართ, მე მგონი, არის ძალიან დასაფასებელი. აი, როცა ამბობთ, რომ ამერიკელ პარტნიორებს თქვენ გულწრფელად ესაუბრეთ, სავარაუდოდ ამ თემებზე ხომ იყო შეხვედრაზე საუბარი? და აი, გარე ძალების ჩვენთან შეხვედრაზე ჩინეთი არ იყო ნახსენები, შემიძლია გითხრათ. აი, ამ გარე ძალებში ვინ იყო ნახსენები? ჩვენთან შეხვედრაზე ასეთი რამ არ იყო ნათქვამი. ჩინეთი არ იყო, ირანი იყო ნახსენები. არა, ირანიც არ იყო ნახსენები. ჩემთან შეხვედრაზე ერთ რამეს გეტყვით, არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა ნახსენები. ჩემთან შეხვედრაზე არც ერთი ქვეყანა გარდა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატებისა, არც ერთი სხვა ქვეყანა არ ყოფილა ნახსენები, ეს შემიძლია გითხრათ. თქვენ ბუნებრივია ფლობთ ინფორმაციას სხვა შეხვედრებზე. არც ბატონ რუბიოსთან ზარის დროს არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა ნახსენები, გარდა ორი ქვეყნისა, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები. ხომ ფლობთ ინფორმაციას სხვა შეხვედრებზე? ჩინეთი და ირანი ამ შეხვედრებზე იყო ნახსენები ამერიკის მხრიდან? ჩემი კოლეგები თუ გნებავთ, მიიღოთ ინფორმაცია კოლეგებისგან, ჩემი კოლეგები გაგცემენ პასუხს ყველა კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენად შეიძლება ყველა დეტალის გარეთ გამოტანა. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემთან შეხვედრაზე არც ერთი ქვეყანა არ იყო დამჩამაზე. აი, ნახეთ, რა ითქვა შეხვედრაზე, შეიძლება ორივე მხარემ სხვადასხვა საკითხს გაუსვას ხაზი და აქცენტი გააკეთოს, მაგრამ შემდგომ რა წერილიც გავრცელა ამერიკის დელეგაციამ და შემდგომ რაც თქვა სახელმწიფო მდივანმა. აი, აქ საუბარია, რომ გარე ძალების მიმართ მდგრადობა თუ მავნე გავლენების შემცირება საქართველოში არის ამერიკის ინტერესი და იმ პირობებში, როცა თქვენ ჩინეთთან ურთიერთობას უფრო მეტად აღრმავებთ, შეიძლება თუ არა ეს იყოს ბარიერი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ურთიერთობების გასააღებად. ნახეთ, 14 წელია მაგით ვარ დაკავებული, რომ დაუდგეთ გარე ძალების მავნე გავლენას საქართველოში. 14 წელია მაგით ვარ დაკავებული და ძლივს მოახერხეთ ამდენი წლის შემდეგ ბოლომდე განვამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ხო? და სწორედ ამ ბრძოლის საფუძველზე მოახერხეთ ეს ყველაფერი. რომ ბოლომდე დაუდექით გარე ძალების მავნე გავლენას, ხო? ეს არის ერთი მოცემულობა. რაც შეეხება საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობებს. მე ჩამოგითვალეთ
რა არის სარგებელი ამ ურთიერთობებიდან საქართველოსთვის. ბატონო ირაკლი, საბაჭროზე არავინ არაფერს არ დამასულებელით. მე ჩამოგითვალეთ ფაქტებით, რა სარგებელი აქვს საქართველოს, ანუ რა დადებითი გავლენა აქვს საქართველოსზე ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებას. ხო, თქვენ მითხარით, რა აქვს მავნე გავლენა საქართველოსზე ამ ურთიერთობების გაღრმავებას. ვინც რაიმე უკმაყოფილებას გამოთქვამს ფაქტი მითხარით. საბაჭრო ურთიერთობებზე არავისგან მე არ მომისმენია მავნე პრეტენზია. გავლენა მითხარით, პოლიტიკური კავშირების გაღრმავება შეიძლება იყოს ბარიერი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან ჩინეთი არის ამერიკის გეოპოლიტიკური კონკურენტი და ის ხედავს შეიძლება აქ მავნე გავლენას. მაგრამ ეს გეკითხებით. აი პოლიტიკური დადებითი გავლენა შემიძლია მიკითხრათ ამ ურთიერთობების გაღრმავების, რომ ჩინეთი კვლავაც ყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პოლიტიკური დადებითი გავლენა. ეკონომიკური დადებითი გავლენები უამრავი ჩამოგითვალეთ. ახლა თქვენ მითხარით ერთი პოლიტიკური ან ეკონომიკური უარყოფითი გავლენა. მავნე გავლენა. პოლიტიკურ კავშირებთან დაკავშირებით მე კითხვა დაგისვით და თქვენეული ახსნაგავთ, რატომ არ უჭერს ჩვენს მხარდამჭერ რეზოლუციას, ოკუპაციის დაღმობ რეზოლუციას. ასე ვერ დავტოვებ ამას, იმიტომ რომ მე ჩამოგითვალეთ ამერიკის შეერთებული შტატები, კითხვა ხომ დამისვით. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი. თქვენ გეკითხებით. მე კითხვა დაგისვით. რუბიო ხართ თუ ესა ტრამპი? არა, რუბიო არ ვარ. პრინციპში რუბიო რასაც გამბობს, იმაზე გისვამთ კითხვას, რომ როცა შტატებთან ურთიერთობის განახლებაზე საუბრობთ, მამას უნდა იმაზე ველაპარაკებთ. თქვენ რა გინდათ? როგორ გიყვართ ეს სიმღერა? ბატონო ირაკლი. როცა შეერთებული შტატები საუბრობს თქვენთან ურთიერთობის განახლებაზე და ამბობს, რომ ამის ინტერესი აქვს და სურვილი და ასევე ამბობს, რომ ტრაექტორია უნდა შეცვალოს, მათ შორის ქცევაში შეცვალოს ტრაექტორია. კარგი, თუ კი ჩინეთზე არ იყო საუბარი, თქვენ აპირებთ თუ არა ტრაექტორიის შეცვლას, თუნდაც ქცევაში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. შეიძლება აქ იყოს ნახსენები ირანი. ირანთან რა ტრაექტორია გვაქვს, ხო, ეგ ამიხსენით. თქვენს ტრაექტორიაში ხედავს პრობლემას სახელმწიფო მდივანი. თქვენ ვერ გკითხეთ მას. თქვენ გეკითხებით, სად არის ირანის? მე არ ვარ მოპასუხე, მე კითხვას ვისვამ და თქვენ მიპასუხეთ. ესაუბრეთ ტრაექტორიაზე სახელმწიფო მდივანს. მე თეორიულად მაინც უნდა ვიცოდე, როგორია ჩვენი ტრაექტორია ირანთან. რა შვებით, ანუ ირანში როგორ მივდივართ? ირანში არ მიდიხართ. ირანში მიდიხართ, კი, ფიზიკურადაც მიდიხართ ირანში. ფიზიკურად ნახეთ, ახლა მაგაზეც ვისაუბროთ, ხო? ჯო უილსონს რო გავყვეთ. ჯო უილსონი აცხადებს, ერთადერთი საბაბი აქვს იმის სათქმელად, რომ ჩვენ ვართ რასაც ახის პროირანული. რომ მე ვესწრებოდი ინაუგურაციას და მანამდე გარდაცვლილი პრეზიდენტის დაკრძალვას, ხო? ეს არის ამ დაკრძალვასაც და ინაუგურაციასაც ესწრებოდა რეგიონის უკლებრივ ყველა ქვეყნის ლიდერი. იქ იყო ინაუგურაციაზე მაგალითად აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ნიკოლ პაშინიანი, იქ იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქ იყვნენ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები, რომელიმეზე თქვენ გსმენიათ, რომ ესენი პროირანულები არიან? სად არის ჩვენი ირანული კურსი? ერთად ნახეთ, როცა ჩამოთვლიან ირანთან დაკავშირებით თქვენს ტრაექტორიას, რამდენიმე მაგალითი მოხდა. თქვენ ორი დაასახელეთ, დაკრძალვაზე ჩასვლა და ინაუგურაციაზე. გარდა ამისა იყო სამძიმრის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან. ირანის ფერებში ანთებული ანსა. აი ამ მიმართულებაზე ნახეთ ტრაექტორიაზე დავასრულებ კითხვას. იყო ასევე ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, სადაც სასწავლებლებზეა საქართველოში საუბარი. ანუ რაღაც კონკრეტული საკითხები შესაძლოა მათ უჩენდეთ ასეთ განცდას, რომ ტრაექტორია არის შესაძლებელი. საერთოდ გეპასუხებთ, ხო? რაც შეეხება წერილებს. მათ შორის მილოცვის წერილს ახალ სულიერ ლიდერთან მიმართებით, ხო? ასეთი წერილები გააგზავნეს თუ არა აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ლიდერებმა? გააგზავნეს თუ არა? პროირანული ქვეყნები გააგზავნეს, კი, გააგზავნეს. ანუ აზერბაიჯანი პროირანული ქვეყანაა, სომხეთი პროირანული ქვეყანაა და თურქეთი პროირანული ქვეყანაა. გსმენია თქვენ რომელიმე მათგანზე, რომ ისინი არიან პროირანულები, ხო? ჰადსონის ინსტიტუტი და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს, ხო, რომლებიც საუბრობენ იმაზე, მათ შორის რომ სანქციების გვერდისავლისთვის გამოიყენება, ხო, ტრაექტორიაზე როცა საუბრობთ, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. ჩვენი ვაჭრობა ირანთან არის შემდეგი.
ექსპორტი არის 0.5%, იმპორტი არის 1.9%. და ასეთ დროს ვიღაცები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ სანქციების გვერდისავლას უზრუნველყოფთ საქართველოს ტერიტორიაზე, ირანის სხვა რადონის სიყალბეზეა საუბარი. ასევე ბატონი კანდელაკი ამ ჰაცონებთან ერთად საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოში მოქმედებს ირანული უნივერსიტეტი, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. არ არსებობს ასეთი უნივერსიტეტი. საქართველოში უნივერსიტეტი ქვია საქართველოში უნივერსიტეტი არსებობს უნივერსიტეტი, რომელსაც ავტორიზაცია არ აქვს, მაგრამ სწავლა არის. საქართველოში უნივერსიტეტი ქვია მარტო იმას, რასაც აქვს მინიჭებული ავტორიზაცია. შესაბამისად, აქ სახელმწიფოს არავითარი ჩართულობაც კი არ მხარდაჭერა. ჩართულობაც კი არ არსებობს. არც პირდაპირ, არც ირიბი. ესეც არის ამაზე სახელმწიფო მდივანთან, ბატონო ირაკლი. ჩემთან რომ საუბრობთ, რატომ თქვა მაშინ ტრაექტორიის შეცვლა? კითხვა რომ დაგვისვან ამ თემებზე, ყველაფერს რა თქმა უნდა პასუხს გავცეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ მე დაგესახელეთ ფაქტები ჩინეთთან დაკავშირებით, რა სარგებელი მოაქვს პოლიტიკური და ეკონომიკური, თქვენ ვერც ერთი ფაქტი ვერ დაასახელეთ, როდესაც რაიმე მავნე გავლენა აქვს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოს. ვერც ერთი მაგალითი ვერ ფაქტებზე არ იყო, პოლიტიკურ კავშირებზე კითხეთ სუვერენიტეტზე. შევთანხმდეთ მაშინ, რომ ასეთი მაგალითი არ არსებობს. ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა და არ დაგმო ჩვენი ოკუპაცია. ისრაელიც ის არის, რა ქვია, მე კიდევ ერთხელ ტყუილი თქვით. რეზოლუციისთვის ხარის არ დაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ხარი დაუჭირა ოკუპაციას. ბატონო ირაკლი, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება მოხდა გუშინ, როგორც ვიცი, ხომ? და გუშინ თქვენ შეგეძლოთ ამაზე ბრიფინგი გაგემართათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე გამართეთ და ამაზე დაგისვამთ ახლა კითხვას. ამ ბრიფინგის შემდეგ კითხვებიც გაჩნდა და ვერსიებიც რატომ დასჭირდა კობახიძეს, რომ ექსკლუზიურად ივანიშვილისთვის გაემართა ბრიფინგი. არის რა მოსალოდნელი, რომ თანამდებობის დატოვება მოგიწიოთ, ან ამის საფრთხე, რისი პრევენციისთვის თქვენ გადაწყვიტეთ ერთგულების დამტკიცება ბიძინა ივანიშვილისთვის? მე არ მბეზრდება თქვენგან ეს კითხვები, თქვენ თუ არ მოგბეზრდეთ. მე ყოველ ჯერზე მზად ვარ მოვისმინო ეს კითხვები, აი ეს მომისმენია 4 წლის წინაც, 2 წლის წინაც, სხვადასხვა თანამდებობაზე. შარშანაც, 6 თვის წინაც, 3 თვის წინაც, ეხლაც მე არ მბეზრდება. თქვენ თუ არ მოგბეზრდათ, ზემონებით მოგესმით. გვიხარია რომ არ გბეზრდებათ, მაგრამ პასუხი? რა პასუხი უნდა გაგცეთ, პასუხი გაგეცეთ უკვე. არასერიოზულია ეს ყველაფერი. 3 თვეში ერთხელ ევროკომისიისავით რომ გამოდიხართ და ერთგვარი კითხვასვავთ და ერთგვარი რაღაცას ამბობთ, ხო მოსაბეზრებელია, არასერიოზულია. მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ ექსკლუზიურად და პერსონალურად რომ ბრიფინგი იმართება, კითხვა ბუნებრივად ჩნდება, რატომ დასჭირდა ეს ირაკლი კობახიძე? ბრიფინგი ეხებოდა იმას, თუ როგორ იმართება ქვეყანა, ხო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი იყო ბიძინა ივანიშვილის როლი, იმიტომ რომ ეს საკითხი წამოწიეს წინ, მათ შორის დებატებზე და არა მარტო დებატებზე. ბრიფინგის მთავარი თემა იყო რა? ის თუ როგორ იმართება ქვეყანა, ამაზე საზოგადოებას სჭირდებოდა ინფორმაცია და საზოგადოებას გაუზიარეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ნიუანსებთან დაკავშირებით, იმის შესახებ, თუ როგორ იმართება ჩვენი ქვეყანა. ეს საზოგადოებას უნდა ცოდნოდა. როგორ იმართება ქვეყანა, როცა არსებობს უკმაყოფილებები, რომ ერთი პირი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და პრინციპში თქვენ გუშინ დაადასტურეთ კიდეც, რომ ბოლოს ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, თქვენი მხრიდან ეს მცდელობა დღეს-შალვა პაპუაშვილს. აქაც ყველგან არ შეიძლება მანიპულირება. როგორ არა? მე ვთქვი, რომ ყველაზე ხშირად იმარჯვებს ხოლმე ბატონი, ეს ერთ იგივეა, ყველაზე ხშირად და ყოველთვის. ხო სხვადასხვა რამეა. ყველაზე ხშირად რომ იმარჯვებს. ამაზე ვისაუბროთ. ყველაზე ხშირად ივანიშვილის აზრი იმარჯვებს. არ შეიძლება ყველა წინადადებაში ვცადოთ მოტყუება, არ შეიძლება. საზოგადოება გვისმენს. მესაუბრეთ ამაზე ყველაზე ხშირად რომ ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს. ეს არის თუ არა თქვენი მხრიდან მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება ქვეყანაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე? შენ ესეც განმარტე და ეთყობა არ მოისმინეთ არც ეს. ანუ მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად მისი აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილების და კომპეტენციის მიმართ, ეს გამოცდილება გვაჩვენა. ახლა ამდენი წლის განმავლობაში 2011-12 წლები რო ავიღო, ხო? ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ეს ინტელექტი და კომპეტენცია ძალიან რთული კი არ იყო. შეუძლებელი იქნა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება. ისეთი რეჟიმი იყო და სრული მხარდაჭერა ჰქონდათ ამ ევროპული ბიუროკრატიიდან და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიიდან, ხო? ამხელა ძალას დაუპირისპირდა
და ჩამოაშორა ხელისუფლებას. შესაბამისად, უკვე ამან 2012 წლების მოვლენებმა გაამყარა, რა თქმა უნდა, გუნდში წმენა იმის მიმართ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გათვლებით შეუძლია პოლიტიკის დაგეგმა. შემდეგ იყო სხვა მოვლენები, განსაკუთრებით შევეხები 2022-23-24 წლების მოვლენებს. იქ რომ არა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სულები, რომლებიც გაკეთდა ჩვენი გუნდის მიერ. თამასე სხვათა შორის ერთ საინტერესო დეტალია. ჯერ კიდევ 2020 წელს გვესაუბრებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა პროცესები შეიძლებოდა განვითარებულიყო და გუნდს როგორ შემოქმედა ასეთი პროცესების პირობებში. 2020 წელს ჰქონდა გათვლილი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 2022-23 და 24 წლებში. 2020 წელს უკვე ჰქონდა მას წარმოადგენა მასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დამყარიყო ჩვენი გუნდი. როცა ეს გამოცდილება გაქვს, ასე დროს ნდობა კონკრეტული ადამიანის კომპეტენციის მიმართ არის განსაკუთრებული და ეს არის მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად იმარჯვებს ხოლმე სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი. კი ბატონო, და როცა თქვენ საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე ქართულ პოლიტიკაში, ეს ხომ ბევრჯერ მოგვისმენია და თქვენს გადადგომაზე კითხვა იმიტომ გაჩნდა, რომ ის რაც ბევრჯერ მოგვისმენია, ამას დაუთმეთ ბრიფინგი. კარგი, გადადგომასთან დაკავშირებით თუ კი ამბობთ, რომ ეს არ არის მოსალოდნელი, ასეთი ფორმით, ასეთი სისტემური სახით საზოგადოებას არ მოусმენია, იმიტომ რომ დეტალურად სისტემურად განმარტე ის თუ როგორ იმართება ქვეყანა. პრემიერები საქართველოში ქართული ოცნების პირობებში თანამდებობებს ტოვებენ ხან მოკლე დროში, მაქსიმუმი 2 წელია და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენი აზრით როდის მოვა თქვენი თანამდებობიდან წასვლის დრო? მერთმა უწყეს. მოსალოდნელი არ არის. მე არ ვიცი. თქვენ რატომ არ იცით? არ ვიცი, თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავას ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამას გაკეთებას. თქვენ წყვეტთ ამას თუ ბიძინა ივანიშვილი? ბატონო? თქვენ წყვეტთ თუ ბიძინა ივანიშვილი? ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს ხოლმე გუნდი. ასეთ საკითხებს წყვეტს ხოლმე გუნდი. როგორც ესე, ასეა. იყო შემთხვევა, როდესაც გახარიამ გადაწყვეტა, იმიტომ რომ მამას უნდოდა ასე. დაავალეს და გადადგა. ასეთ შემთხვევებიც იყო, მაგრამ როგორც ესე, ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს ხოლმე ქართული ოცნება. და ერთი კითხვა დამრჩა მხოლოდ ეს უკვე ეხება ევროკავშირის მხრიდან დასანქცირებას კონკრეტული კრიპტოკომპანიების საქართველოდან. Financial Times-ი ამბობს, რომ CF-ში, ანუ ამ ახალი სანქციების პაკეტში შევიდა კრიპტოკომპანიები საქართველოში, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ომის დაფინანსებაში. ასეთ შემთხვევა ადრეც იყო, მე მგონი 1-2 კვირის წინ. თქვენ რას გვეტყვით ამაზე? აქვს თუ არა იდენტიფიცირებული სახელმწიფოს თუ კი არსებობენ ასეთები? წინა შემთხვევაში მე ეს შემთხვევა არ ვიცი, წინა შემთხვევას რაც შეეხება, იქ გაირკვა, რომ თვითონ ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა დაწყებული მოკვლევა, სხვა უწყებებს ჰქონდა დაწყებული მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით და ეს ორგანიზაციები რამე რო არ შემეშალოს, რეგისტრირებული არ იყვნენ საერთოდ საქართველოში და მათი სამოქმედო არეალიც არ იყო საქართველოს. მე თუ რამე არ მეშლება, მაგრამ არსებითად საქართველოსთან იმ ორგანიზაციებს შემხელობა არ ჰქონდათ. იგივე იქნება ამ ახალ შემთხვევაშიც. ხო, მაგრამ ჩვენ რა იცით, მოკვლეული გაქვთ თუ ვარაუდობთ? ეს ახალი შემთხვევა საერთოდ არ ვიცი, თქვენ განმესმის, წინა შემთხვევაში ასე იყო, რომ რეალურად იქ ჩვენი კვალი საერთოდ არ ჩანდა. და როცა ვსაუბრობთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან არ ვეხმარებით სანქციების გვერდის არიდებაში, აღმოჩნდა, რომ არიან ასეთი კომპანიები და წინა შემთხვევაში იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ან ინფორმირება. წინა შემთხვევაში დადასტურდა, რომ წინა შემთხვევაშიც რაზეც ამბობთ, ეს ბოლო არ ვიცი უბრალოდ, რომ საქართველოს არ ეხმარებოდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ეს დადასტურდა წინა შემთხვევაში. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მაგდა ფულოშვილი, ტელეკომპანია პალიტრენიუსი. მინდა გითხოთ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც 8 ბრალდებული 8 პირის მისამართით საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს და ეს ხდომა გაიმართება სწორედ გუშინ ვნახეთ, რომ რამდენიმე პირი გათავისუფლდა სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. მოვისმინეთ გუშინ თქვენი კომენტარი, თუმცა დღესაც რა პოზიცია გექნებათ ამ საკითხზე იმის ფონზე, რომ აი მაგალითად თქვენი ოპონენტები, ზოგიერთი მათგანი იმას ამბობს, რომ 4 ოქტომბერს სწორედ ხელისუფლების მხრიდან იყო რაღაც გარკვეული სახის პროვოკაციები, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები დააკავეს უსაფუძვლოდ. მოკლედ თქვენი შეფასება რა არის?
მე მიხარია რომ პროცესი დაიძრა, ჩვენ ვთქვით რომ სადაც იქნებოდა აღიარება სინანული, იქ იქნებოდა შესაბამისი რეაგირება და მოხარული ვართ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ჩვენი პირობა რა თქმა უნდა ძალაშია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება, ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა ის არის ანგარიშგასაწევი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდათ მათ. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა სრულად ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, მორალურ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ პირდაპირ სათაური იყო ამ აქციის დამხობის აქცია. დამხობის აქციაზე გავიდა იქ არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსები, სალომე ზურაბიშვილიც დამხობის შინით მივიდა იმ აქციაზე, თუმცა წამოვიდა მერე იმედგაცრუებული, ვიღაცა გაყვა პრეზიდენტის სასახლემდე, ვიღაცა არ გაყვა. საბოლოო ჯამში მთავარია რომ ჩვენ გქონდეს პრევენციული ეფექტი. ეს არის მთავარი. არავის ციხეში ყოფნა, არავის არ უხარია. მთავარია რომ ჩვენ გქონდეს პრევენციული ეფექტი იმისათვის რომ მომავალში არავინ არც გაიფიქროს ასეთი ქმედებების დაგეგმა. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა. ეკა გაზელიანი BMG მე ჩინეთის თემას განვაგრძობ გუშინ პარლამენტში იყო წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შედის გარკვეული ცვლილებები. რატიფიცირების დოკუმენტში ჩნდება ინვესტიციების თავი და ითქვა, რომ ეს მიზნად ისახავს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობას და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. მე მაინტერესებს კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ცვლილებები, რა საჭიროება დაინახეთ ამ ცვლილებების და რამე ბარიერებს აწყდებიან თუ არა ჩინელი ინვესტორები, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ამ საკითხის. ბარიერზე არ არის საუბარი. როგორც გააღრმავდა სტრატეგიული პარტნიორობა, ყოველი შემოსული სტრატეგიული პარტნიორობით, ასევე ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას და ამან მოიცვა მათ შორის ინვესტიციების მიმართულებაც. ეს იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც შევიდა ასეთი ცვლილებები შესაბამის შეთანხმებაში. ანუ მიზანი იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შინაარსობრივი გაღრმავება. რეალურად აი მე ბარიერები ხომ? არავითარი პირიქით მაქსიმალურად ღია ვარ ჩინური ინვესტიციებისთვის. კიდევ ერთი საკითხი, ფიტნეს კლუბ რეფორმერის და აპარტოტ ლიბრესოს დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს კანონს, რომელიც ეხება მეწარმე სუბიექტებს, რომლის მიხედვითაც ეკრძალებათ საჯარო პოლიტიკური აქტივობა. რატომ არ უნდა გქონდეს მეწარმე სუბიექტს უფლება, რომ გამოხატოს აზრი მისთვის საინტერესო საკითხებზე, რაც უშუალოდ შეიძლება არ არის დაკავშირებული იურიდიული პირის ძირითად საქმიანობასთან და ხომ არ არის ეს როგორც იურისტები აცხადებენ, მაგრამ ბიზნესის დუმილის კანონი ამ კანონმა რატომ მოახდინა ასეთი ზეგავლენა? პირველ რიგში კანონის შინაარსს რო შევხედოთ, არც ერთ ბიზნესმენს როგორც ასეც არ ეკრძალება არ ეკრძალება აზრის გამოხატვა. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, არის ადამიანის უფლება და ნებისმიერ ბიზნესმენს, როგორც ასეთ შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, უბრალოდ ინდივიდუალურად შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი. მაგრამ თქვენი ცით იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც კომპანიები გამოხატავდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. კომპანიას არავითარი შემხებლობა არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკასთან, არც ხელისუფლების სასარგებლოდ და არც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ხო, კომპანია როგორც ასეთი ბიზნეს სუბიექტი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ეს არის მარტივი, ასე ვთქვათ, მიზანი, რომელიც არის ასახული ამ კანონპროექტში. კიდევ ერთხელ, ბიზნესმენს როგორც კონკრეტულ სახელმწიფოს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდეს ბიზნეს სუბიექტი როგორც ასეთი. თუმცა კანონში სასჯელად მითითებულია, რომ პასუხისმგებელი პირის პატიმრობას ითვალისწინებს კანონი, ამ შემთხვევაში კომპანიაზე ვრცელდება, ან კომპანია პატიმრდება თუ რა საფრთხე ემუქრება კომპანიას. პასუხისმგებელი სუბიექტი ვინც არის, კომპანიის სახელი თუ გაკეთდა უკანონო განცხადება, კანონსაწინააღმდეგო განცხადება, ამ შემთხვევაში ვინც არის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი მაგალითად მას დაეგისრება პასუხისმგებლობა, ანუ ვინც არის პიროვნულად პასუხისმგებელი კომპანიის სახელით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას. შესაბამისად, რეალურად რამდენად ფიქრობთ, რომ მართლაც ეს ზღუდავს ბიზნესის გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონი ამოქმედა, მას შემდეგ ჩვენ ვნახეთ რეალურად, რომ პრაქტიკაში ბიზნესმენები თავს იკავებენ სხვადასხვა საჯარო პოლიტიკურ საკითხებზე თავიანთი აზრის დაფიქსირებისგან და ეს რეალურად მართლაც არის თუ არა ეს არის ძალიან სწორი ცვლილება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. კომპანიამ უნდა აკეთოს ბიზნესი. ეს არის კომპანიის დანიშნულება. როდესაც ადამიანი მუშაობს კომპანიაში, მას შეუძლია ყველაფერი თქვას, ოღონდ საკუთარი სახელით, მაგრამ კომპანიამ უნდა აკეთოს ბიზნესი, ყველა ქვეყანაში ეს ასეა.
თქვენ თუ დამესახელებთ მე ქვეყნებს, სადაც კომპანიები გამოდიან პოლიტიკური განცხადებებით საქართველოს გარდა. მე ასეთ ქვეყანას საერთოდ არ ვიცი. ანუ აბსურდში შევედით, რაც ხდებოდა საქართველოში, ასეთ ქვეყანა მეორე მე არ ვიცი საერთოდ არ მიგულება. საქართველოში მოხდა ასეთი რამ, როდესაც ხდება მსგავსი რამ, არასწორი რამ, კომპანია შედის პოლიტიკაში, ასეთ დროს საჭიროა კანონით შესაბამის საკითხის რეგულირება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბიზნესმა მოიხსნას თავისი სტატუსი და ამ სტატუსის გარეშე ისაუბროს სხვადასხვა მნიშვნელოვან სხვა რამეს გეუბნებით, X ბიზნესმენი ავიღოთ, ხო? X ბიზნესმენი შეუძლია დაждდეს სადღაც ეთერში და ისაუბროს როგორც კონკრეტულმა ადამიანმა. მაგრამ როდესაც კომპანიის სახელით კეთდება პოლიტიკური განცხადება, ეს არის კანონის დარღვევა, იმ კანონისა, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ანუ ბიზნესმენმა შეიძლება ისაუბროს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თავისი კომპანიის სახელით დღესაც და გადააკეთებს. არ არის დასჭადი. დღესაც აკეთებენ და არ არის დასჭადი, ხო? მით უმეტეს არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იმავდროულად ბიზნესმენებიც არიან. ეს არ არის დასჭადი. კომპანიამ არ შეიძლება ბიზნეს სუბიექტმა, როგორც ასეთმა, არ შეიძლება გააკეთოს პოლიტიკური განცხადება. კი ბატონო და ბოლოს კითხავთ ევროპულ ენერგეტიკულ რეფორმებზეც საქართველოს არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, თუმცა საკმაოდ ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომელთან ერთადაც არის მოკლედ ხელმომწერი ენერგეტიკული კავშირის, საქართველოს ჩამორჩება მაგალითად მოლდოვას, ჩამორჩება უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას რეფორმების განხორციელებაში ევროპულ ენერგეტიკულ რეფორმებს გულისხმობ. ჩვენ შემთხვევაში უარი ვთქვით ამ ენერგეტიკულ რეფორმებზე თუ რატომ გვაქვს ასეთი სტაგნაცია, ფაქტობრივად 50% არის ხოლმე რეფორმების შესრულებული 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე, რატომ ვერ ხერხდება ბაზრის ლიბერალიზაციის დაწყება ენერგეტიკის სექტორში და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში მაგალითად გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის დაწყებას, რომელიც უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც გადავადებულია. ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე. ძალიან ბევრი რამ იყო შეასრულილი ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ელექტროენერგეტიკის სფეროშიც და თქვენ იცით, რომ განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა ამ სფეროში. შედეგად ჩვენ ველოდებით იმას, რომ დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4800 მეგავატი, გაიზრდება 11500 მეგავატამდე, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, აცილიან პერსპექტივაში. რაც შეეხება გაზიფიკაციის საკითხებს, ეს საკითხები სათანადოდ არის მოწესრიგებული, კომუნალური სერვისები სათანადოდ არის მოწესრიგებული. ჩვენ მოქმედებთ აბსოლუტურად ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეფორმებსაც აქტიურად ვახორციელებთ. ანუ ელექტროენერგიის ბაზარი ნამდვილად გაიხსნება მომავალ წელს, როგორც ეს დაგეგმილია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, რომელიც გადადებულია უკვე 6 ჯერ გადავადდა და ბოლო თარიღი არის 2027 წლის 1 ივლისი. ნამდვილად გაიხსნება თუ არა და რა არის ამ მუდმივი გადავადების რეალური მიზეზი? ყველა რეფორმაზე, მათ შორის რაც დაკავშირებულია იგივე ასოცირების შეთანხმებასთან, ყველა რეფორმაზე მუშაობთ და შედეგებს ეხელავთ ჩვენგან. მადლობა.